ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით მამა საბა, პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის და მოგილოცოთ დღევანდელი დღეს არის ნათლისღება, ეგრეთ წოდებული გაცხადება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა და რა თქმა უნდა ასევე ჩემთვისაც და მადლობა რომ აქ ხართ. დიდი მადლობა თქვენს მოწვევისთვის და მეც გილოცავთ რა თქმა უნდა ამ ძალიან დიდ დღესასწაულს. რა გახაროთ? აი მოდით პირდაპირ აქედან დავიწყოთ. რას ნიშნავს გაცხადება ქრისტიანისთვის, მრევლისთვის? ზოგადად ქრისტეს აქვს უზარმაზარი დატვირთვა ჩვენ ცხოვრებაში. ის არის განკაცებული ღმერთი, ის არის ჩვენი სიცოცხლე და როგორც თავად ბრძანებს გზაც და ჭეშმარიტებას და კარიბჭეს და ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენი სუნთქვა. ყველაფერი ის რაც ქრისტეს უკავშირდება უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და მათ შორის მისი ნათლისღების დღეც. ნათლისღება რა თქმა უნდა პირობითია როგორც ჩემძანე, იმიტომ რომ ეხა უფალი თავად არის ნათლის წყარო და თავად მოფინა ნათელი ყველას და ყველაფერს აბსოლუტურად ხილულსაც და უხილავსაც და როგორც წმინდანები განმარტავენ, მისი ნათლისღების შამს, როდესაც იორდანეში შთავიდა, წყლის სტიქია განწმინდა მან პირიქით, იქით. ამას დასტურია ისიც, როდესაც იონე ნათლისმელი თვითონ ეუბნება, როცა დაინახავს, რა თქმა უნდა, იცნობს სულით და ეტყვის, რომ მე მიხმს შენგან ნათლისღება და შენ ჩემგან მოდიხარო. მე უნდა ვინათლებოდე შენგანო და შენ ჩემთან მოხვედი მოსანათლავ, რაზეც უფალი პასუხობს, რომ აცადია ესრეთ ჩვენი სახსრულება ჩვენ და ყოველი სიმართლეო. რა კი მე მოვედი და რა კი მე გამკაცდი, ეს ყოველფერი უნდა აღსრულდეს და შენს დაემორჩილე უფლისნებასო და რატომ ქვია განცხადება ამ დღესასწაულს? ნახეთ და საერთოდ რის განცხადებაზეა საუბარი. ყოვლადწმინდა სამება განცხადდა ამ დროს. ძე წყალში იდგა განკაცებული და ნათელს იღებდა პირობითად რა თქმა უნდა. სული წმინდა მტრედის სახით დაადგა თავზე წყლიდან ამოსულს და მამის ხმა მოისმა, რომ ესე არის ძე ჩემი საყვარელი მაგისი ისმინეთ. აი სწორედ აი ამ განცხადებაზეა საუბარი, განცხადდა რომ ღმერთი არ არის მონო, ერთი, არამედ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა. აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ყოველი ქრისტიანისთვის, თუ კი რა თქმა უნდა ამას იაზრებს. სამწუხაროდ ჩვენ დღეს უკვე ამას ძალიან ისე ტრადიციულ დონეზე უყურებთ, ტრადიციის დონეზე და რაღაც ლამაზი რიტუალის დონეზე აღვიქონდა ერთმანეთთან დანათესავების რიტუალი გონია, მაგრამ სინამდვილეში ნათლისღება და მირონცხება, რომელიც ერთმანეთზე გადაჯაჭვული საიდუმლოებებია, მაცხოვნებელი მნიშვნელობის არის ადამიანისთვის და უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა დანათესავებას ხო არის? რა თქმა უნდა. მე მყავს 7 ნათლული. რა თქმა უნდა, მე ყველას ჩემს 7-ვე ნათლს გიორგის, დემეტრეს, მაქსიმეს, მარიამს, ანდრეას, გალას და დაჩის ულოცავ დღევანდელ დღეს და ჩემ თავს უსურვებ, რომ რაც შეიძლება მეტი ძალა გამოვნახო თქვენთან ურთიერთობაში დროის კუთხით. ასევე ჩემს ნათლიებსაც ულოცავ მაიას, ტუკას და მერაბს დღევანდელ დღეს. და ეხა ისეთ რაღაცას შეგეკითხებით, რაც ალბათ სამწუხაროდ ჩვენს ყოფაში ხშირად ხდება. ნათლობა ანგარებით. რამდენად ხშირია და რამდენად დიდი ცოდვაა. ძიმე ცოდვაა, ძალიან ძიმე ცოდვაა ჩემო კარგო და აი როგორც ვთქვი, ეს მეორე შოუბაა წარმოიდგინე. უდიდესი რამ ხდება ამ დროს. ეხლა მეორე დრო იშვი, მე კიდე მესამე დგინდა იშვა, ესე იგი, ანუ ვერ ხვდები შეიძლება ორჯერ დაიბადო დედის მოცლიდან? ხო არ არსებობს ეგეთი რამ. ამიტომ არის რომ ეხლა თუ მონათლული ხარ, იქ დამთავრებულია უკვე ეხლა იმის გამო, რომ ვიღაცა გავლენიანი ნათლია ყავდეს, ცხოვრებაში გამოგადგეს, შენ შვილებს გამოადგეს და ამიტომ აკეთებ ეგეთ რაღაცას, არასწორია. ეს არის ზოგადად ანგარება, არის ცოდვა, ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა.
თუ აი პირველადაც რო იყოს, რამდენად დიდი ცოდვაა, როდესაც კი ბატონო, იგივე აბსოლუტურად. ანუ ცოდვა თავისთავად როგორც ანგარება და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ შენს უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს საეკლესიო საიდუმლოს მიმართ. ანუ შენ ვერაცნობიერებ აქ რა ხდება ამ დროს. აი ზუსტად ეს თქვი თავიდან რა, რომ ეს რაღაც დანათესავების რიტუალამდე დაყავთ ეს ყველაფერი რა და ამ დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს ღმერთის წინაშე. ამ დროს ადამიანს როგორც საერთო ცხოვრებაში გვავიწყდება ხოლმე, ამ დროსაც ავიწყდება რომ მოკვდავია და ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევს. ურწმუნოებამდე მივდივართ, ნოვე ჩემო ძვირფას, ურწმუნოებამდე. რწმენა არ აქვს ადამიანს ამ დროს. ან რაღაცა თავისებური კერძო სარწმუნოება აქვს თავისებურად რომ ჯერათ აი დღეს მაგალითად ესე გავრცელებული რო არის ღმერთზე უფრო კაცმოყვარეები და ღმერთზე უფრო ჰუმანურები რო არიან რა და რა ვიცი მაგალითების მოყვანა შემიძლია და აი ესეთი დამოკიდებულება გონიათ რომ ღმერთი ყველაფერს აპატიებს, ღმერთი ყველაფერს გაუტარებს, ღმერთი მართლა ყველაფერს პატიობს და არ არსებობს ცოდვა შენს მიერ ჩადენილი ღმერთის კაცმოყვარებას აღემატოს. ეგეთი რამე გამორიცხულია და საერთოდაც ცხონება არ ცხონების საკითხი და გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იმაზე კი არ გადის ღმერთი შეძლებს თუ არა შენ გაპატიოს. ღმერთს თუ რამე არ შეუძლია და ღმერთს თუ შენი რომელიმე ცოდვა მოერია, მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა. ღმერთი წინასწარ გპატიობს ყველაფერს, სანამ შენ ამ ქვეყანაზე მოგავლენს, იმას უკვე ნაპატიები აქვს, წინასწარ იცის ყველა ცოდვა, რომელიც შენ შეიძლება ჩაედინო. ამაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, შენ რამდენად შეძლებ მერე ღვთის წინაშე თავისუფალი სინდისით წადგომას. იმიტომ რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ეს არ არის მატერიალური და გეოგრაფიული ადგილი, ეს არის სულიერი მდგომარეობა. ერთი როდესაც შენ შერიგებული ხარ უფალთან და შენი სინდისი შერიგებულია ღმერთთან და მეორე როცა დაპირისპირებული ხარ. და ბოლო კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია? მხოლოდ და მხოლოდ სულიერი ნიშნით, სარწმუნოებრივი ნიშნით. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რამდენად გავლენიანია, რამდენად დიდარია, რამდენად ცნობადია, აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას. თუ ადამიანი გონივრულად ეკიდება და შეგნებულად ამ საკითხს, ნათლია აუცილებლად ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს, უნდა შეარჩიოს მისი სულიერი წარმატებულობის ნიშნით. რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება თავის სულიერ ცხოვრებას და თავის ურთიერთობას უფალთან. რამდენად ცხოვრობს თავად ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრებით, არის თუ არა პასუხისმგებლობიანი ქრისტიანი. აი ესეთ შემთხვევაში კი ბატონო, ის გამოგადგება შენს ნათლიად. ის თუ თავის სულიერ ცხოვრებას ეკიდება სწორი პასუხისმგებლობით აუცილებლად თავის სულიერი შვილის პირობითად, რა თქმა უნდა, ნათლულის ცხოვრებასაც შესაბამისად მოეკიდება. ეხლა ფორმას დაუბრუნდეთ. ვინ არის მამა საბა? იგივე ერისკაცობაში სულხან ჭიკაიცე. გაქვთ თუ არა ამაზე პასუხი? ნაპო. მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამაზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა და რასაკვირველია, ჩემი პასუხი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რასაც დღეს ესე მოდური სიტყვა არის, ეგზისტენციალური საკითხი, ხო? ის რაც ყველაზე მეტად რა არის შენი არსი, ვინ ახარ შენ, როგორ განიცდის შენს თავს შენ ამ სამყაროში. უპირველეს ყოვლისა, აი ნახეთ ახლა მე მით უმეტეს სასულიერო პირი ვარ, მღვდელი ვარ და ესე იგი პასუხობთ აუცილებლად რა. მე ბევრი კუთხით შემიძლია ვთქვათ, დავახასიათო ჩემი თავი იმ თვალსაზრისით, რასაც მე შევხები ვარ და რასთანაც სერიოზული ინტერესი მქონია, იმიტომ რომ მეტნაკლებად ყველაფერში რაღაც გარკვეული წარმატება მქონია და ის ყველაფერი ჩემი პერსონის ნაწილია, რასაკვირველია, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ უმაღლესი, რაც ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას და რაც ჩემთვის განაპირობებს ჩემს პიროვნებას. და მე ესე ვიტყოდი რა, რომ მამა საბა არის ქრისტიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ქრისტეს სათნო იყოს და მიემსგავსოს მას. რამდენად გამომდის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის ჩემი მოწოდება, ეს არის ჩემი არსი. მე ყველაზე მეტად ჩემ თავს აქ ვხედავ, აი ამაში ვხედავ სწორედ, რომ მე მინდა რომ ქრისტეს მივემსგავსო. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანიც, მიზეზიც, ჩემი ყოველი ქმედებისა და ყოველდღიურობისა და საბოლოო ეგზისტენციალური მიზანიც.
თუმცა მამასაბა ისე მოხდა, რომ სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ 15 წლიანი პაუზა იყო იმ გადაწყვეტილებამდე, რომელმაც ბუდლობამდე მოგიყვანათ, ხო? რის შემდეგაც გახდით სასულიერო პირი. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ თავშივე, ალბათ ამ განზრახვითაც ჩააბარეთ თავი. შეიძლება ვცდები. მაგრამ მე იყო 15 წლიანი პაუზა და 15 წლიანი ფიქრი ამ გადაწყვეტილებაზე? შეიძლება ესეც დაერქვას, იმიტომ რომ არასოდეს მე ბოლომდე თავიდან არ ამომიგდია ეს თემა, იმიტომ რომ სკოლას რო ამთავრებდი, ეს დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო უკვე ძალიან ისეთი გაცხარებული. და მეც ესეთი ჩემს თანატოლებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. აი სწორედ იმ პერიოდში რაღაცნაირად დაემთხვა ეროვნული მოძრაობაში ჩემი აქტიურობა როგორც სკოლის მოწაფის, დაუმთავრებელი კლასების და ეკლესიასთან ურთიერთობა, ეკლესიაში მისვლა ერთმანეთს დაემთხვა. იქ დროშების საკურთხევლად ვიყავით მისული. დღევანდელ მეუფე დიმიტრისთან, რომელიც მაშინ მამა დავითი იყო, პატრიარქის მიშვილი, ანჩისხატში და აი სწორედ მისმა პერსონამ, მისმა პიროვნულმა დამოკიდებულებამ განაპირობა ჩემი ცხოვრებისეული შემოტრიალება და ცვლილება რა, რომ დავინახე ეს ადამიანი. შემდეგ უკვე მანამდე დედა იყო მასთან მისული და დედამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერზე. დავესწარე მის წირვას, მოვისმინე მისი ქადაგება, მისი დამოკიდებულება უფალთან, მისი მოკრძალება, მისი ღვთისმოშიშება, მისი დამოკიდებულება ჩვენთან, მის სულიერ შვილებთან და საოცარი კრძალვა, საოცარი თოლა მქონდა ხოლმე, აი სიტყვებსაც კი ვერ უყრიდი ხოლმე თავს, ისეთი ემოციური ფონი მქონდა ხოლმე, როცა მედიოდი აღსარებაზე და ზოგადად მასთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის რაღაცა თან დღესასწაული იყო და რაღაცა შიშის მაგვარი მიფრობდა ხოლმე. მე მაშინ ვერ ხსნედი, ხა დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაკვირდები ამას ყოველთვის, ეს ჩემთვის ღმერთთან შეხება იყო მისი სახით. და ამიტომ ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და მანამდე ვაპირებდი მე რაღაც ექიმობას, ქირურგობა მინდოდა და უცებ შევცვალე რადიკალურად ჩემი გადაწყვეტილება და მივხვდი რომ ეს ის იყო, რასაც მე შინაგანად მუდამ ვეძებდი, მაგრამ არ ვიცოდი ამის არსებობა. არ ვიცოდი ეკლესიური ცხოვრების რაობა მის შესახებ, არ ვიცოდი ის რომ არსებობდა თურმე რაღაც სასულიერო სასწავლებელი უმაღლესი, სადაც შეგიძლია ჩააბარო, შეიძინო უმაღლესი სასულიერო განათლება და შემდეგ მოგვიანებით გახდე უკვე სასულიერო პირი და ემსახურო უფალს, ემსახურო ადამიანებს. როცა ეს ყველაფერი ჩემს შემოვიდა, მე აღარ მიფიქრია ბევრი და მიუხედავად იმისა, რომ ემზადებოდი და საკმაოდ წარმატებულად, სამედიცინო ჩასაბარებლად და ცუდი მოწაფე არ ყოფილი ვარ, შევცვალე მე ჩემი გეზი და ჩავაბარე სემინარიაში. თუმცა შემდეგ უკვე როგორც თავადბრძანე მქონდა წყვეტა. სემინარიის შემდეგ ეს უკვე აკადემიაშიც უკვე ჩაბარებული მქონდა პირველ კურსზე. როდესაც მოხდა ეს წყვეტა და რა თქმა უნდა ეს იყო ურთულესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, პერიოდი, რომელსაც მე ძალიან ვემადლიერებ, იმიტომ რომ აი სწორედ იმ 15 წლიანმა პაუზამ პირობითად ესე დავარქვათ, იმ პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად პაუზა არც ყოფილა, იმიტომ რომ შეიძლება მე ეკლესიური ცხოვრება შევწყვიტე, მაგრამ ეკლესიასთან ახლოს ვიყავი. აი სულიერი ცხოვრება არ შემწყვეტე, აი შეიძლება ვკითხე, საინტერესო შეკითხვა იყო სხვა შორის, არასოდეს ეგ შეკითხვა არ დაუსვას არავის რა. ეს იყო ფიქრის პროცესი, ნამდვილად იყო ფიქრის პროცესი, იმიტომ რომ არასოდეს მე ეს არ გადამიფიქრებია და შიგნით სადღაც ღრმად, რომელსაც მე შეგნებულად ჩქმალავდი ჩემს სულში, ყოველთვის ღვიოდა ეს მომენტი რა, რომ ვიცოდი შინაგანად, რომ ბოლო გაჩერება აუცილებლად ისევ აქ იქნებოდა რაღაცა გარკვეული წრის მერე რა და ამ წრეს მე ვეძახი ჩემი უძღები შვილობის პერიოდს რა ამ წრეს რომელიც ალბათ ყოველ ჩვენგვანს გვაქვს რა თქმა უნდა იმ ადამიანს გულისხმობ ვისაც ჭეშმარიტება აინტერესებს მთელი არსებით თუმცა ეს 15 წელი ძალიან საინტერესო საქმით იყავი ვინც არის ის მინდა უთხრა რომ მამა საბა იყო დაკავებული მინანქრის კეთებით, ხო? კი, ტიხრული მინანქრის. ხო, ტიხური მინანქრის კეთებით და
ძალიან ბევრი კი არა პრაქტიკულად ყველა ჯილდო რომელიც საპატრიარქოს გააჩნია და პატრიარქს გააჩნია მე რამდენიც ვიცი თქვენი ხელნაკეთი არის და უმაღლესი ჯილდოები უმაღლესი ჯილდოები წმინდა გიორგის ორდენი რომელიც არის უმაღლესი ჯილდო საქართველოს საპატრიარქოს და ეკლესიის ქართული ეკლესიის ჩემი გაკეთებულია მე შეიმუშავეს უკვე წმინდა ნინოს სახელობის ორდენიც რომელიც შედარებით უფრო დაბალი რანგის არის მაგრამ ისიც ასევე ოქროში მზადდება და ისიც უმაღლეს ჯილდოდ ითვლება და ერთხელ გვაქვს გაკეთებული კიდე ეს ერთადერთხელ გაკეთდა წმინდა სინოდის მიერ როდესაც პატრიარქის ინტრონიზაციის 30 წლის თავი იყო მაშინ პატრიარქმა განიზრახა რომ ყველა მდელთავარი ვინც ყავდა მაშინ 35 მდელთავარი იყო პატრიარქთან ერთად თუ სწორად მახსოვს დაეჯილდოებინა თვითონ მას და მაშინ 35 წელი გავაკეთეთ ეს მინდა გიორგის უმაღლესი ორდენი და შემდეგ სინოდმა მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა რომ თავადაც გაეკეთებინა პატრიარქისთვის საჩუქარი და შეიმუშავეს ესეთი კვართის ორდენი და ესეც შეგვქვენით რომელიც მერე უკვე სინოდმა საზეიმო ვითარებაში გადასცა პატრიარქს და უწმინდეს ძალიან გაეხადა იცი რომ მეუღლე ეხლაც არის ამ საქმით დაკავებული კი ბედში გადაში გვეხმარები ხოლმე და ვიცი რომ ადრეულ ასაკში დაქორწინდით კი 19 წლის ვიყავი და 20-ის გავხდი სამთოში სხვა შორის ნატრობდი რა მინდოდა რა მეც ვებედრებოდი რომ მერტომეთქი 20-ის ისე არ გავხდი რომ ცოლი არ მყავდეს მეთქი და შემისვლა მამა საბა ეგეთ რაღაცას გეტყვით რა სასულიერო პირი ადამიანია ხო რომელიც ჩვენს მიმართ მრევლის მიმართ წარმოქმნის რაღაც განწყობას ამ განწყობის შესაბამისად არ ვიცი როგორ ჟღერს რა მაგრამ ვიღაცას ენდობი ვიღაცას ნაკლებად ენდობი ვიღაცას ვერ ენდობი ვიღაცას საერთოდ არ ენდობი ასეთებიც არიან თუნდაც ჩემს გარშემო მიუხედავად კი ბატონო მიუხედავად მათი საქმიანობისა და ნუ ესეც ბუნებრივია არაფერი ალბათ ამაში გამონაკლისის სახით არ დევს თუმცა რაღაცა ფაქტები ადამიანის გარშემო ყოველთვის გიქმნის განწყობას ცოტა შორიდან დავიწყე რა მაგრამ რის თქმა მინდა როდესაც ცოტა სიღრმისეულად დავიწყე ფაქტების მოძიება პირველი რაც მითხრეს და ურში რაც მომხდა რამაც განსაკუთრებული განწყობა გამიჩინა თქვენს მიმართ ძალიან უყვარს თავის ცოლი და ყველგან თავის ცოლთან ერთად დადის და მამა საბა მოდით მოყევით თქვენი გაცნობის ისტორია როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე აქვე კითხავთ რანაირად შეიძლება ხდებოდეს რომ სიყვარული იყოს მარადიული რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ასე არ არის როგორი საინტერესო შეკითხვები გაქვს ნოე მადლობა გავიცანით ეკლესიაში ერთმანეთს ხა ჯერ დავიწყებ იქიდან ეხლა რაც თქვი და პირველ რიგში მადლობას გიხდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მართლა მე ვთვლი რომ კაცის ახასიათებს ყველაზე უკეთ და ყველაზე მეტად რამდენად არის ერთგული ის თავისი მეუღლის ერთგულება საერთოდ მე ვთვლი რომ ეს არის სიყვარულის საზომი ერთგულება რომელიც მოითხოვს თავგანწირვას ერთგულება რომელიც მოითხოვს საკუთარი ეგოიზმის უარყოფას იმიტომ რომ ცოლქმრული ცხოვრება რთული თემა ცოლქმრული ცხოვრება არ არის კომფორტის ზონა მხოლოდ მოდი ესე ვთქვათ იმიტომ რომ რა თქმა უნდა კომფორტიც ახლავს ამას თავს თან იმიტომ რომ სიყვარული გულისხმობს კომფორტსაც თავისთავად მაგრამ ცოლქმრული ცხოვრება უპირველეს ყოვლისა ეს არის არჩევანი და ამ არჩევანის ერთგულების უნარი ანუ მე რაღაცნაირად ისე გამომივიდა რომ ბოლოდან ვიწყებ პასუხის გაცემას მაგრამ ვფიქრობ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია თუმცა იმასაც ვიტყვი ჩვენ როგორ გავიცანით ერთმანეთი და ეს უფრო მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ აი შენ და მისთვის შეკითხვა რომ სიყვარულის მარადიულობის საიდუმლო რა არისო და როგორ ხდებაო და საერთოდ ხდება თუ არ ხდებაო ეს ამბავი ხდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული შენ რამდენად შეგიძლია იყო შენი არჩევანის ერთგული ჩვენ 33 წელია ერთად ვართ ყავს 5 შვილი 2 შვილიშვილი ველოდებით მესამეს
და რთული პერიოდები გვაქვს გამოვლილი ძალიან ჯერ თვითონ სიტუაციურად რთული პერიოდებიც, იმიტომ რომ 92 წელი იყო ჩვენ რომ დაუჯახდით და ქვეყანა დაქცეული და დაანგრეული იყო და იქიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, მატერიალური სიდუხჭირიდან დაწყებული, სულიერი კრიზისებით გაგრძელებული ძალიან ბევრი ტკივილი და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გამოვლილი რა და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ უფრო მეტად გააძლიერა, კიდევ უფრო მეტად გაამტკიცა, კიდევ უფრო მეტად შეკრა. ნახევარი საუკუნე უკან მოვიტოვე და მე უკვე შემიძლია თამამად თქვა, რომ დრო მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ციფრებია, ასაკი რა, იმიტომ რომ შინაგანი შეგრძნებები მე დღეს ისევ ისეთი მაქვს, როგორც მქონდა სიჭაბუკეში. და რომ დაუბრუნდეთ ახლა ის ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, ნახეთ აი საოცარი გაცნობის ისტორიაში. კი, გაცნობის ისტორიას ვიტყვი. გაცნობის ისტორია ესეთი იყო, რომ მე მაშინ სემინარის სტუდენტი ვიყავი და სიონში ტარდებოდა ხოლმე პარაკლისები. პატრიარქი უწმინდესი მოგზამდებოდა ხოლმე. ორშაბათობით და სამშაბათობით ტარდებოდა ხოლმე პარაკლისები. და ძალიან მიყვარდა ხოლმე დასწრება ამ პარაკლისებს. საღამოს 7 საათზე იწყებოდა ხოლმე რა და აი ამ პარაკლისზე მოდიოდა ხოლმე ჩემი მეუღლეც, თავის დაიკოსთან ერთად. და შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ გალობამ დაგვაკავშირა ერთმანეთს, იმიტომ რომ მეც უგალობდი, მეც ბავშვობიდან მღეროდი ჯერ თემურთან ქევხიშვილთან და გალობელთა გუნდის ხელმძღვანელიც ვიყავი, მამა არჩილ მენდიაშვილთან. და ისწორედ ეს ის პერიოდია და ჩემი მეუღლეც დადიოდა გალობაზე, ჩემს მეგობართან, რომელიც მისი მასწავლებელი იყო. და რა თქმა უნდა, ეხლა მე ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი და მოთხოვე ჩემს მეგობარს, რომ გაგვეცნო ერთმანეთი და მე როგორც ესეთი საპატიო დამსწრე ისევ ესწრებოდი ხოლმე მათ გაკვეთილს, ასე ვთქვათ, გალობის გაკვეთილს რა და არ მინდა ეხლა მთელი ისტორია მოგიყვე და თავი მოგაბეზროთ, გრძელი ამბავია, თუმცა ძალიან საინტერესო. სადაც ყველაფერში პირდაპირ უფლის ხელი იკითხებოდა რა, რომ აი ღვთის განგება იყო ის, რომ ჩვენ ერთად ყოფილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები შეხვდით ერთმანეთს, ძალიან ბევრი დაპირისპირება გამოიწვია ამან ცხადია, იმიტომ რომ ეს ჩვენი სიჯიუტე და ამპარტავნება დაუპირისპირდა ერთმანეთს და ეს ქიმიური რეაქცია დღემდე გრძელდება რა თავისი ტემპერატურული დუღილებით და ასე შემდეგ. თუმცა ერთი წამით არ ვნანობ არაფერს და თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, ისევ მას ავირჩევდი მე რასაკვირველია, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება მას უკავშირდება. მხოლოდ 19 წელი გავატარე მის გარეშე და მას შემდეგ უკვე 32 წელი 33 ერთად ვართ, რა ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი მის გარეშე. ვერც კი წარმომიდგენია. სამაგალითო ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ახლა კი ჩემი საპატიო და საამაყო პარტნიორის Central Park Towers-ის შესახებ, რომელიც არის ქალაქ თბილისში, Central Park-ის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Redison Blue განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონია. პროექტში ინვესტორებს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას განახორციელებს, როგორც აღნიშნეთ, Redison Blue და მიიღონ შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. Central Park Towers-ი შედგება 42 სართულიანი ტაუერსისგან, შენობისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 4 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Redison Blue უზრუნველყოფს კომპლექსში არსებული ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ. კერძოდ ბიფბარი, ჩოტომარე, რობერტოსი და ანჟელინა და სხვა ასევე. მოლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ბრენდი Harvey Nichols-ი განახორციელებს რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი გათვლილია 3000 ადამიანზე, რომელიც ასევე ამ კომპლექსში. აღნიშნულ ივენთ ჰოლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანია
Live Nation-ი განახორციელებს. მოკლედ, ბევრი საინტერესო სიახლე არის ერთ დიდ პროექტში და რა თქმა უნდა, ყველას ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას, მით უფრო რომ ჩადებული 150,000-იანი ინვესტიციით მოგება პროექტის მესვეურები როგორც პირდებიან ყოველწლიურად იქნება 35,000-დან. მამასაბა 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ყველა მოგესწროთ. მესამე გზაშია. ღმერთმა კარგად გიმყოფოთ ყველა მამასაბა, მაგრამ დაბლობა. უფროსი შვილი არის ტყუპისცალი. კი. და ვიცი რომ ტრაგიკული ამბავი გადაგხდათ, როდესაც თქვენი მეუღლის ქალბატონ ლელას მშობიარობის დროს თუ მოყვებით ამას. კი, ეს უკვე 94 წლის თებერვალია, 25 თებერვალს გაჩნდნენ ჩემი ტყუპები. რა თქმა უნდა, ესეთი რაღაც არეული პერიოდი, არეული დრო. ეს ხდება ყოფილ კამოს ქუჩაზე, დღევანდელი უზნაძის ქუჩაზე, მეორე სამშობიაროში, საცხაჩურს მეც იქ დავიბადე. და ესეც იყო რაღაცა გარკვეული მიზეზი, რომ მე თუნდაც იქ ვიყავი დაბადებული და ამასთან ერთად უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ იმ უშუქობაში და უბედურებაში იმ დროისთვის მე როგორც მახსოვს, ერთადერთი საავადმყოფო იყო სამშობიარო, სადაც ჰქონდათ გენერატორი. რომ დენის გათიშვის შემთხვევაში ვთქვათ, მიექციათ ყურადღება და ვთქვათ არ წარმოქმნილიყო რაღაცა პრობლემები რა. და იქიდან გამომდინარე ეს იყო პირველი მშობიარობა ტყუპზე და შეიძლებოდა რაღაც სირთულეები მოყოლოდა, ამიტომ ავირჩიეთ ასე ვთქვათ ეს სამშობიარო, თუმცა წინ რაღაცა იმედგაცრუება გველოდა, იმიტომ რომ ეს გენერატორი არ ჩართეს არაფრით, ეს ბავშვი დაიბადა ასფიქსიაში. პატარა. და არ ჩართეს ელოდებოდნენ დენის მოსვლას. მოვაო, მალე მოვაო დენიო და ცნაური იყო რომ და იმისთვის არსებობს ეს გენერატორი, როცა წავამდე ჩართო და როცა მოვა, მე ნუ გასაგები გამორთა, ხო? არ მოხდა ეს. ჩვენც პატარები ვიყავით, გამოუცდელები ვიყავით და ვერც ვერავინ შევაწუხე, თან მეც შინაგანად რაღაცა იმათმა რო თქვეს, რომ ეხა მალე მოვა, სულ რაღაც ელოდები რომ ისე ჩაერთვება, არა და საგანგებო რაღაცა მოწყობილობა, სადაც ათავსებენ ახალ შობილს, რომელსაც სუნთქვის პრობლემა აქვს. ფილტვები ვერ გაშალა, როგორც მითხრეს ყოველ შემთხვევაში. და იქ ინტენსიური კვება ჭირდება მასში აკვათით. და ეს დენი რო წავიდა, მოკლედ ეს პატარა სარკმელი გამოუღის აი ამ პატარა ინკუბატორი. იქიდან რა უნდა ესუნთქა ბავშვი. მესამე დღეს გარდაიცვალა ბავშვი. მაგრამ საინტერესოა ის, რომ მე ნუ რაღაცა ტყუპისცალი გარდაიცვალა, ნუ პატარა, როგორც გითხეს, რომლის მონათვლაც მოვასწარი და რომელიც დაუკრძალე კიდევაც, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს ბავშვი არ გარდაცვლა. არის ესეთი პიროვნება თამუნა მუსერიძე, რომელსაც თავის გადაცემების ციკლი აქვს, ვეძებ ესე ქვია ამ გადაცემებს. თვითონაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა თავად და შემდეგ გადაწყვიტა რომ დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომელსაც ჰქონდათ ესეთი პრობლემები. და ესე შემთხვევით მოხდა ჩვენი გაცნობა, ჩვენთან იყო ტაძარში მოსული, ნუ ამაშალო გამაცნობდა, რაც ეს სრულად შემთხვევით ესე საუბარს მოყვა, რომ აღმოჩნდა რომ აი სწორედ პირველ და მეორე სამშობიაროებში იმ პერიოდში ხდებოდა მასიურად ეს ამბავი ძალიან მძიმე და ძალიან ტრაგიკული თემა, რომ ხდებოდა ვაჭრობა ამ ბავშვებით რა. მეუბნეოდნენ მშობელს, რომ გარდაიცვალა და ამ დროს ხიდიდან. გააქვთ ეჭვი, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს? იცი რა, იყო ამის ეჭვი, ყველანაირი ეჭვი აქეთ წავიდა, იმიტომ რომ არ იყო, ვერ მოვძებნეთ ჩვენ ვერც საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ვერც სამშობიაროს სიმართლის წიგნი ქვია ესეთი, იქაც ესე აბსოლუტურად. ის კი არა, დაფიქსირებულიც კი არ იყო და ეს ბადებს ეჭვს, რომ თავიდანვე შეგნებულად იყო განზრახული ეს ყველაფერი. სამშობიაროში შესულისასაც კი არ იყო დაფიქსირებული, რომ ტყუპზე იყო ურსულობა. შესაბამისად, როცა ორი ბავშვი გაჩნდა, ისიც არ იყო დაფიქსირებული. ეს იმ დროს, როცა მე რომ გამოვიკვლიე და გავარკვე ეგ საკითხი,
ერთი წუთიც კი რო იცოცხლოს ბავშვმა ისიც კი ფიქსირდება რომ დაიბადა და მაგალითად ერთ წუთში გარდაიცვალა. არსად არ არის დაფიქსირებული. დაფიქსირებულია მხოლოდ სოფიო. თუმცა მე წამოვიკითხე რომ თქვენ დამარხეთ. მე დავმარხე საკუთარი ხელით, იმიტომ რომ მე მოვიტხოვე. მაგრამ არ ხარ დარწმუნებული თქვენი არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე როგორც მე ესეც გავარკვიე, მათ აი ესეთი შემთხვევებისთვის თუ კი დაჟინებით მოითხოვდა მშობელი მაინც თავის შვილის გვამს, კონდათ მათ სივარში რაღაცა ესეთი ჩვილი ბავშვების გვამები, რომელსაც ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ჩვილები ყველანი ერთმანეთს გვანან და ვერც გაიგებ და არც დაიწყებ იმის დაკვირვებას მაგ დროს ხა დამწუხრებული მშობელი რომ გგავს თუ არა გგავს ხო? და რომელსაც ესე გატანენ. მე ვერ დავიჩემებ ნამდვილად რომ ჩემი შვილი არ დავემარხავს. შეიძლება ეს ასეც იყო და მე აგერ 30 წელია უკვე ვიხსენიებ 31 წელია მას როგორც უკვე გარდაცვლილს და წესიც აუგეთ ამ არჩილმა აუგო წესი მაშინ წამოყვა. მიუხედავად ამისა, მაინც ესე ხელაღებით ვერ ვიტყვი. გენეტიკური ანალიზის გავიკეთეთ, ამას თხოვნეთ. რომ თუ თქვათ ეს არის გაშვილებული სადმე უცხოეთში აუცილებლად როგორც წესი ეს ადამიანები მათიციან რომ ისინი ნაშვილებნი არიან და თუ კი ისინი ეძებენ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს აბარებენ თავიანთ გენეტიკურ მასალას და მომენტალურად ის ბაზა ამოაგდებდა რომ აი ჩემთვის ამოაგდებდა რომ შვილი გამოჩნდა მისთვის ამოაგდებდა რომ მამა გამოჩნდა იმიტომ რომ ეს პირდაპირ წერება რომ შვილია და მამაა და ეს არ მოხდა გენეტიკური ანალიზის პასუხებიც მოვიდა იქ. აქედან გავდივარ მე გადავწყვიტე რა რომ მანდ ორი ვარიანტია. ან სინამდვილეა ის რომ მე ჩემი შვილი დავბრძალე და გარდაცვლილია. ან ცოცხალია გაიგო ეს ყველაფერი, მაგრამ არ სურს მას იმ ტკივილების განახლება, უყვარს მას მისი შეძენილი მშობლები და არ აქვს სურვილი რომ ეს ყველაფერი რაღაცა თავიდან ეთკინოს და თავიდან ის. ან მესამე ვერსია რომ ცოცხალია და ვერ გაიგო. არის ეგ ვერსიაც, მაგრამ მე მანდ უკვე რწმენის მომენტს ვთავ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თუ საჭიროა რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს და თუ კი ის ცოცხალია, აუცილებლად გამოაჩენს ღმერთი მას. ასე რომ ღმერთმა კარგად ამყოფოს სადაც არის. ღმერთმა ქნას რო შეხვდეთ. მამასთან ამბობენ რომ და ყველას გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე რომ მამობა ადამიანს ცვლის. ძალიან ბევრ ნაწილში. როდესაც ბაბუა გახდით რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? აი გეტყვით, საინტერესოა ეს შეკითხვაც რა. მოდი ჯერ დავაზუსტებ რომ მე პაპა გავხდი, იმიტომ რომ მე მთიული ვარ. და ჩვენსკენ ბაბუას ბებიას ეძახიან. ჩვენსკენ ნენას. ვიცი, ხო და მე დიდი პატივისცემით ვარ დასავლეთის მიმართ და დიდი სიყვარულით ვენაცვალე ყველა ბაბუას, მაგრამ მე პაპა ვარ. პაპა რო გავხდი, შეიცვალა განზომილება. მე მახსოვს სტატუსიც გავაკეთე სოციალურ ქსელში, მაშინ როცა პირველად გავხდი პაპა, რომ სხვა განზომილებაში გადავედი მეთქე, ხა რატო გაუსვი ხაზი განზომილებას? მე პატარა შვილი არ მომნატრებია. იმიტომ რომ მე მყავს პატარა შვილიც. ჩემ შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. რა მხელა ეს ხო? უფროს შვილსა და უმცროს შვილს შორის, ანუ მარტო ამას გეტყვით რა. უფროსსა და უმცროს შორის 22 წელია განსხვავება. შესაბამისად, პატარა ბიჭი ჩემი დღეს 9 წლის არის. შესაბამისად, მე პატარა ბავშვი მონატრებული არ მყავდა. თუ ყველა ასაკის შვილები მყავდა რა და ნუ დღემდე მყავს მერტის წყალო. მაგრამ განზომილება შეიცვალა, იმიტომ რომ საოცარი შეგრძნება, როდესაც შენსა და იმ შენ სისხლსა და ხურჯს შორის, რომელიც ხელში გიჭირავს, კიდევ ერთი თაობა დგას და ისიც შენი სისხლი და ხორცია. როდესაც შენი შვილის შვილი გიჭირავს ხელში, როდესაც მისი მამის მამა ხარ, როდესაც მისი დედის მამა ხარ. აი ეს განცდა არის სხვა და არის გაასმაგებული პასუხისმგებლობის შეგრძნება. ისე ლინგვისტურად ისე არის, რომ შვილისთვის მამა არის მამა და ასევე როგორც სასულიერო პირიც მამაო ხართ, ხო? ამიტომ
შვილებისთვის ლინგვისტურად სხვაობა საერთოდ არ არის. კი ბატონო. შვილიშვილისთვის პაპა ხართ თუ მამასაბა? სამომავლოდაც როცა გაიზრდებიან. აი ეს უკვე მათ უნდა გადაწყვიტონ. მათი თუ ისინი იცხოვრებენ და მე დიდი იმედი მაქვს იცხოვრებენ ეკლესიური ცხოვრებით, მათთვისაც მე დიდი სურვილი მაქვს რომ მამასაბა ვიყო. თუმცა ეს არ გამორიცხავს პაპობას არანაირად, პირიქით, ეს უფრო ალამაზებს და ავსებს მათ ცნობიერებაში იმას, რომ მათი პაპა თან მამაოა, ანუ სულიერი მამაც არის და ეს სხვა შორის ეს ახალისო ამბავია რა, რომ როდესაც შევქმენი ჩემი Instagram გვერდი, ეს ზუსტად შვილიშვილის მერე შევქმენი ეს გვერდი, დავაწერე მამა პაპა საბა. იმიტომ რომ მამაც ვარ და პაპაც ვარ. და მაქვს რაღაცა ფოტოები, რაღაც ერთი ციკლივით გავაკეთე რა, სადაც შვილი და შვილიშვილი ერთად ყავს ხოლმე გადაღებული რა. და ესეთი საინტერესო განცდა, უცნაური განცდა, რომ ერთი თაობის, ერთი ასაკის პრაქტიკულად ბავშვი ორივე შემოხლებზე ზის და ერთისთვის მამა ხარ და მეორესთვის პაპა ხარ, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი ვისურვებდი თუ კი ჩემი შვილიშვილებისთვისაც მამასაბა ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დიალოგისთვის, მამასაბა. შენც მადლობა, საინტერესო წარიმართა ჩვენი საუბარი. საინტერესო შეკითხვები იყო და შესაბამისად საინტერესო პასუხი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და საკუთარ თავს უსურვებ, რომ ხშირად მქონდეს ფუფუნება თქვენთან შეხვედრის. და კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს ნათლისღებას გილოცავ და ჩვენს მაყურებელს. მეც გილოცავ და მეულოცავ ჩვენს ქვეყანას და მე უსურვებ ჩვენს ქართულ ხალხს, რომ გაგვიაზრებინოს აი ამ უდიდესი დღესასწაულის არსი და გააზრებული და შეგნებული ქრისტიანები ყოფილიყავთ. დიდი მადლობა.